ბევრი პოსტი შემხვდა და ძალიან მიხარია, რომ ესე ყურადღებით არის ყველა და თხოვნა მექნება უფრო მეტი ადამიანი ვიყოთ ამის მიმართ ყურადღებით. საქმე ეხება ნინო დათაშვილს და მის ჯანმრთელობას, რომელიც დინამიკაში უარესდება მკვეთრად და თავისუფლებას მიცემ ამაზე ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ნინოს საუბარი და ვოისი მაქვს მოსმენელი, სადაც ამის შესახებ თხოვნას აკეთებს ყველას მიმართ, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ. მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა ამას მე რაც ციხეშია და ამ გაუარესების მიზეზი ბევრი რამეა და მათ შორის არის ისიც თუ რა პირობებში უწევს ამ ადამიანს ყოფნა ციხეში, პირობებს გულისხმობ იმაში, რაღაც განსაკუთრებულად ტანჯველ პირობებში კი არ ამყოფებენ უბრალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის პირობები, რომელიც არის საკანში, არის უბრალოდ ერთმანეთთან შეუთავსებადი. ისე, რომ გამოჯანმრთელებისკენ და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ წავიდეს სიტუაცია. მას ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ამ ოპერაციის შემდეგ მას ესაჭიროება რეაბილიტაცია, რომელიც უბრალოდ გამორიცხული და შეუძლებელი არის საკნის პირობებში. ამას ალბათ შემზე უკეთესად მისი ადვოკატი გააკეთებს და მგონია, რომ დღეს ან ხვალ ხდება ეგ ამბავი შუამდგომლობის დაყენების სახით. არსებობს ესეთი საშუალება კანონმდებლობაში, რომ მინიმუმ მოხდეს საჯელის გადავადებაზე ლაპარაკი. საჯელო საერთოდ არ ეკუთვნის ნინოს ეგ ცალკე საკითხია და ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რის გამო ყავთ ციხეში გამოკეტილი ველური მატიაშვილის და მისი ტურების და ლეკვების ძალადობის გამო. ანუ აქეთ დააბრალეს საჯარო მოხელეზე თავდასხმა თუ რაღაც ესეთი. ამიტომ ძალიან ხმამაღლა უნდა ვთქვათ ეს, რომ ნინო დათაშვილს ესაჭიროება მკურნალობა და ამ მკურნალობის შემდეგ რეაბილიტაცია და მან უნდა მიიღოს ამისთვის შესაბამისი პირობები.